Theirs is the kingdom of heaven. Blessed are they that mourn, for they shall be comforted. They shall inherit. თეოლოგები ქრისტეს არსებობის მთავარ დამადასტურებელ წყაროდ ბიბლიას მიიჩნევენ. თუმცა მათთვის, ვისთვისაც ბიბლიური ტექსტები არადამაჯერებელია, მეცნიერები რელიქვიებსაც წარმოადგენენ. არქეოლოგმა და რეჟისორმა სიმჩა იაკობოვიჩმა თავის დოკუმენტურ ფილმში ჯვრის სამსჭვალი ახალი მეცნიერული ვარაუდი გამოთქვა. იაკობოვიჩი ფილმში მოყვანილი მტკიცებულებებით ხსნის, რომ 2000 წლის წინანდელ სამარხში აღმოჩენილი ლურსმნები რომაელებმა იესოს ჯვარზე გაკვირვისას გამოიყენეს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიკვია ტურინის სუდარაა, რომელშიც იოსებ არიმათიელმა და ნიკოდემოსმა იესოს სხეული ჯვარცმის შემდეგ გაახვიეს. 1898 წელს იტალიელმა ფოტომოყვარულმა სეკონდოპიამ სუდარა ფირზე აღბეჭდა. ფირის გამჟღავნებისას მამაკაცი გამოისახა. თანამედროვე მეთოდებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტილო პირველ საუკუნემდეა დამზადებული. მეცნიერებმა რომაელების მათრახის 98 კვალი, ხელფეხზე კი ლურსმნის 4 ნაიარევიც აღმოაჩინეს. სუდარის დეტალური გამოკვლევების შემდეგ მეცნიერთა აზრი ორად გაიყო. ნაწილს მიაჩნდა, რომ სუდარა დაახლოებით მე-12-13 საუკუნეებშია დამზადებული. ნაწილი კი თვლიდა, რომ ის ნამდვილად პირველ საუკუნეს განეკუთვნებოდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რელიკვია 1947 წელს მკვდარი ზღვის მახლობლად. 11 სხვადასხვა გამოქვაბულში აღმოჩენილი გრაგნილებია. დადასტურებულია, რომ გრაგნილები ძველი წელთაღრიცხვის 150 წლიდან ვიდრე ახალი წელთაღრიცხვის 70 წლამდეა შედგენილი. გრაგნილების უმეტესობა ბიბლიურ ამბებს შეიცავს. განსაკუთრებით საინტერესოა პერსონაჟი, რომელიც სიმართლის მასწავლებლად იწოდება. მეცნიერების ნაწილი მას იესო ქრისტედ მიიჩნევს. ქრისტიანების უმეტესობისთვის რწმენა ნებისმიერ მეცნიერულ დასკვნაზე მაღლა დგას. დარჩენილი ნაწილი კი რწმენის ფაქტებით გამყარებას ელის. სწორედ მათთვის მეცნიერების დავა კვლავ გრძელდება.